საკმაოდ ბევრი დამწყები დეველოპერისთვის გაურკვეველია CSS-ის ამ ორი ერთეულის მნიშვნელობა. ესენია rem და em საზომი ერთეულები. დღევანდელ ვიდეოში გავარკვევთ თუ რა განსხვავება ამ ორ ერთეულს შორის და რატომაა საჭირო მათი თვისებების ცოდნა. მოცემული ერთეულები ძირითადად გამოიყენება font size, margin, padding და კიდევ სხვა თვისებების ზომებისთვის. განვიხილოთ em ზომის ერთეული. ეს ერთეული გამოითვლება მისი მშობელი ელემენტის შრიფტის ზომის მიხედვით, ანუ font size-ით. ხოლო თუ მის მშობელს არ აქვს განსაზღვრული font size თვისება, დოკუმენტის ხეში მიყვება მშობლის შემდეგ ყველა წინაპარ ელემენტს. იმ შემთხვევაში თუ მის არც ერთ წინაპარს არ ქონდა ფონტის ზომა გაწერილი, აიღებს ბრაუზერის ეგრეთ წოდებულ საწყისი მნიშვნელობის font size, რომელიც როგორც წესი 16 პიქსელია. თუ მშობელი ელემენტის font size თვისების მნიშვნელობა არის 16 პიქსელი, მაშინ ერთი em-ი უდრის 16 პიქსელს და ასე შემდეგ. მაგალითად, ავიღოთ რომ გვაქვს parent ელემენტი, რომლის ფონტის ზომაც არის 16 პიქსელი, ხოლო გვაქვს ასევე child ელემენტი, რომლის ფონტის ზომაც გაწერილია 1.5 em-ი. ეს ნიშნავს იმას, რომ child ელემენტის ფონტის ზომა გამოითვლება შემდეგი კალკულაციით. 1.5 გამრავლდება 16-ზე, ანუ child ელემენტის მშობელ ელემენტზე, რა ზომაც აქვს მას და მივიღებთ 24 პიქსელს. ანუ 1.5 ნიშნავს, რომ child ელემენტი არის 24 პიქსელი, ვინაიდან 1.5 გამრავლებული მშობელი ელემენტის ფონტის ზომაზე, ამ შემთხვევაში 16 პიქსელზე უდრის 24 პიქსელს. განვიხილოთ rem საზომი ერთეული. მოცემული ერთეული მუშაობს em ერთეულის მსგავსად. უბრალოდ ის დამოკიდებულია არა მის უშუალო მშობელზე, არამედ ეგრეთ წოდებულ root ელემენტზე, რომელიც HTML-ში წარმოადგენს HTML tags. მაგალითად, თუ გვაქვს HTML tag-ის ფონტის ზომა 16 პიქსელი, ამ შემთხვევაში h1 ფონტის ზომას თუ გავუწერთ 2 rems, ეს ნიშნავს იმას, რომ 16 გამრავლდება 2-ზე და მივიღებთ 32 პიქსელს. ანუ გამოდის, რომ h1 ფონტის ზომა 2 rem-ი ნიშნავს იმას, რომ 16 პიქსელი გამრავლდება 2-ზე, ანუ 2 rem-ზე და მივიღებთ 32 პიქსელს. rem ერთეულის ზომაც მუშაობს ანალოგიურად როგორც em ერთეული, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მისი ზომა გამოითვლება აუცილებლად root ელემენტიდან. მოცემული ერთეულები ძირითადად გამოიყენება ადაპტირებულ ვებგვერდებში. იმის მაგივრად, რომ ყველა ჩვენს მიერ განსაზღვრულ ელემენტს ცალ-ცალკე გავუწეროთ ზომები, მარტივად, მაგალითად root ელემენტის ზომების შეცვლით შეგვიძლია შევცვალოთ მთლიანი დიზაინი. თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე არხი და გაუზიარე მეგობრებს.